ანის რაიონში ერთ-ერთ სოფელში 75 წლის ქალბატონი გააუპატიურეს. ადამიანი, რომელმაც ეს სისასტიკე ჩაიდინა, მისი ნათლული 38 წლის ახალგაზრდა იყო. ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ ამ ქალბატონის შვილები ზოია და გოჩა როხვაძეები. მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის და მადლობა იმისთვისაც, რომ თქვენ არ დამალეთ ეს ამბავი. როგორ გაიგეთ ეს ამბავი? ცოტა არ იყოს შინაგანად განვიცდი ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს ყველაფერზე, მაგრამ ცვლებული ვარ, რომ სიმართლე ვილაპარაკო. ეს ფაქტი მოხდა გასული წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის დღეს. იმ დროს დედაჩემი ჩვენ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ დედაჩემი მარტო დაგვეტოვებინა, მაგრამ ერთ-ერთი ძმა მაინც იყო სახლში. და ჩემ ძმას შვილი შეეძინა და იქ სანახავად იყო წასული და იმ დღეს ცუდი ამინდი იყო იმ ღამით. მოვიდა მე ეს პიროვნება თვითონ მისი საკუთარი ნათლული იულონ ხელაძე და რომ დაინახა დედაჩემა შემოვიდა ის პიროვნება აწრიალდა რა მარტო ვერ აიტანა დედა აწრიალდა დედაჩემი აწრიალდა ხო არ სიამოვნა იმ კაცის მოსვლა იმიტომ რომ ეს არ იყო იმიტომ რომ ეზარებოდა ეს პიროვნება ნათლული მანამდე დაახლოებით 10 წლის უკან მსგავსი რაღაცა უფრო მსუბუქ ფორმაში მოხდა ეს პიროვნება არის ძალიან სასტიკი პიროვნება მისულა კიდე იქ მაგრამ ეს ჩემმა ძმამ რომ გაიგო ეს ასეთი რაღაცა სასტიკად ცემა რა ეს პიროვნება მარიხვანის ხშირი მომხმარებელი იყო, რაც მახსოვს მე ბავშვობიდან, ერთად ვიზრდებოდით რა, ერთ საინშიო რომ იტყვი ისე. და აღიარა, მაშინ პირველი შემთხვევა რო იყო. მაშინ აღიარა, რომ ეს გათიშული ვიყავი და მომკალი გოჩა თუ გინდაო რა, ისეთ მომენტში ვიყავიო და მიწაზე გაერთხა. ზირს და მარტო ჩემ ძმას ახლას მთელი სოფლის ახალგაზრდობასთან მოუყარა და ერთად თავი და იქ ცემა ის მეორე ფაქტი როგორ მოხდა? და მეორე ფაქტი იყო ეხლა ეს რაც მოხდა ეს საშინელება. ჩვენ სამართალდამცავებისთვის არ გვიცნობინებია, არ შეგვიტყობინებია, ჩემ ძმას არ შეუტყობინებია იმდენად რამდენადაც ეხლა საკუთარი ნათლული, მისი საკუთარი ხელით გაზრდილი, საკუთარი ხელით რო უკმასაჭმი და ისეთი იყო და რადგანაც მოინანია მისის არ ჩავთვალეთ რა, ისე ვაპატიეთ რა, პირველი დანაშაული ამ ხრივ დააჯერა ჩემმა ძმებმა და მე ეხლა ეს მეორე ფაქტი დაახლოებით 10 წლის შემდეგ ხდება ეს ესე იგი ამ პიროვნებამ ხა მაგას უჩვენებ ახლა წერს მაგი თუ არ გავამწარე ასე ისე და მანამდე დედა თქვენზე დედა ჩემზე რატო უნდოდა რომ გაემწარებინა რა იცი კონკრეტულად რამე ნაწყენი იყო ანუ რა რომ იყო რომ ეს კი ნაწყენი იყო იქიდან მოყოლებული რომ რო აღიარა ის ამბობდა რომ ღორების გულისთვის უკაცრავად ამ ღორებს რომ ვახსენებ პირდაპირ ეთერით მაგრამ ღორების გულისთვისო მივედი ამბის გასაგებადო ეს აღიარებს მაგრამ სად ღორი და სად ამბავი როცა შერჩეული ქონდა რა მოხდა იმ ავბედით დღეს მივიდა ეს იყო ღამის 12 საათი დედაჩემი ჩაძინებული იყო მაშინ და შეუგლეჯია კარები პირდაპირ და გარეთ სინათლე ანთებული ჰქონდა ეს კარების ხმაური ვერ გაიგო დედა რომ გაიგო როგორ არა და შეეშინდა მარტო რომ იყო თან ეხლა ცუდი ამინდი რო იყო წყლისპირა ცხოვრობდა წყლის ხმაში და იმ ცუდ ამინდში ხმა ცოტა მოშორებითა მეზობრები და რაც არა ვერა მაგრამ რომ შეაგლიჯა კარები დავაკვდი ლოგისო და დავინახე შემოვიდა ეს იულონ ხელაძეო და მუნჯის როლს თამაშობდა ესე იგი არაფერი არ დაულაპარაკებია ბატარეია დამანათაო სინათლე და ის მეძებდა სად ვიწექიო და მიწა მივიდა იქ გაკოჭა ხელები გაუკოჭა ჯერ უცემია სულ დასისხლიანებული დაპოტილი სახეზე და მე
როგორც არ ყვიროდა დედა? როგორ არ ყვიროდა, მაგრამ შველელი არავინ არ აყავდა. ვერავინ ვერ გაიგო იმ მომენტში ისე დაყვიროდა მიშველეო, მაგრამ ვინ აბა წყლის ხმაში არაბთან ისე ცუდამიცი და ხელები ასე ეგრე გამიკოჭაო ცალი ხელითო და ყველა დეტალებზე ალბათ მიუხვდება ტელემაყურებლების და თქვენც რომ ვერ ვიტყვი პირდაპირ ეთერით ყველა წვიმანს და ძალადობის მსხვერპლი გახდა. მე როგორც იქნა გავიშვიო ხელი და ის ჩამოუპოტია ეს. სახეზე. სახეზე ჩამოუპოტია ეს სისხლი და ისიც დაპოტილი იყო და დედაჩემიც ნაწამები. 2 კვირა მერე დედაჩემი იწვა და უკვე ჩვენ ეს გავიგეთ 15 ეს ფაქტი მოხდა 21 სექტემბერს და 15 ნოემბერი იყო ჩვენ გავიგეთ. მანამდე არ გაგიგია? მანამდე ჩვენ არა და მეზობლებს მეორე დღესვე მეზობლებმა იცოდა თქვენ რატო არ შეგატყობინათ დედა? ჩვენ რატო არ შეგვატყობინა და ის ფაქტი რომ მოხდა და ისე სასწაულად ცემა და რაღაცა იცოდა ესე ამბობს რომ მე უსაყვედურე დედაჩემს როგორ შვილები უბედურებასო გადამეყებაო და ამჯობინა თვითონ მისული იყო პოლიციაში სამართალდამცავებისთვის მიემართა და შველა მათთვის ეთხოვა. მესამე დღეს მეზობელი წავიდა და მეზობელს ჩაუძდა ჩაიჯინა მანქანაში და გამგებელს სულხის გამგებელს რომელსაც ტერიტორიულად ეს პიროვნება ეკუთვნის მიაკითხა და უთხრა ესეა ჩემი მდგომარეობა და პოლიციაში დამარეკინეო. და გამგებელმა რა? და გამგებელმა უთხრა რომ ჩემი მაცხოვრებელი არ ახარ და მე არა მაქვს უფლებაო ჩემი მაცხოვრებელსო ესეთ მდგომარეობაში გაუშვა რომაინცის დეპუტატთა რომაინცის რაშუაშია მაცხოვრებელი ადამიანზე ძალადობა? ესეთი ძალადობა მოხდა ხედავდა ნატირალები ფაქტიც ქონდა სახეზე ხედა ფიზიკური დათვალიერებიდან და ვისთანაც მივიდა იმან ჩაისვა მანქანაში და ორჯოხით ხალი დადიოდა ნაცემიდან გაუბედურებული და წაშლილი სახე ბჭყალებში ამ სიტყვით რომ ვთქვათ და ესეთი სიტყვებით გამოუშვა მან. ქართველი მამაკაცისთვის, აი თან შვილისთვის ეს არის ძალიან მძიმედ გადასატანი ამბავი. აი თქვენ რატომ გადაწყვიტეთ რომ აი დაუშვათ ეს ქვეყანას გაეგო, სააშკარაოზე გამოგეტანათ? ამის მიზეზი რა იყო? ადამიანები ამის მიზეზი იყო რომ მე 14 ნოემბერს გავიგე მე თბილისში ვიყავი გავიგე 14 ნოემბერს და ამის შემდეგ ჩავედი სოფელში რა რაიონში. დიახ. რო ჩავედი პირადად მე მინდოდა ეს ადამიანი. თელი გამეყვარულო რომ პირადად მე გავსწორებოდი ამ მანიაკს. დიახ. დილის 8 საათი იყო და ეს გამოვიდა თავის სახლიდან და მოდი მეთქი რა იულონ ხლაძეს ოძახი. ამასობაში რომ მოვიდა ჩემთან ის თავის ოჯახის წევრებიც გამოყვა კიდევ და მის მაგერად რომ პასუხი გამეცა რომ ეს მედება რა გააკეთე იმის მაგერად რომ აქეთ დაამეწვა აქეთ დებაში რომ გირეკავდი ბიჭო სად იყავდი სოფელმა რა თქვა ამ დროს ესეთი საშინელი ფაქტი მოხდა სოფელმა რა თქვა ყველა ფერზე იდგა ბატონოგია ახლა მე რო ჩავედი აი თვითონ ეს მოვისმინე ეს ფაქტი და გოჩა აი ჩვენს რა გვიქნა ყველა იმაში იყო რა დაბნეული იყო რა ესეთ ეპოქაში დაბნეული იყო ყველა და ეს ადამიანი რო ვცემე მე პირადად ვცემე ეს ადამიანი და თელი ესებეთ პირველი ამბის შემდეგ მეორედაც ცემე ახლა ვიგეთქო ბატონოგია მეორედაც არ მომეცა იმ დღეს არ მომეცა მის საზოგადოებო პირადად მე თვითონ ამიღო ჩემთანზე ეს ადამიანი თვითონ მომეგოარებინა რა მაგრამ ისეთ პროვოკაციაზე წამოვიდა თელი ოჯახის წევრები ადგა და დაურეკეს პოლიციას ეს ადამიანი იყო დაცემი თავისთავად და თელი სოფელი უკვე დილა იყო მოგროვდა თელი ხალხი იდგა სოფელი დაურიგეს პოლიციას არ გასულა 20 წუთი მოვიდა რა მოხდა ესეთ რაღაცა და ადგა და წამიყვანეს მილიციაში იმის მაგერად რომ ადამიანს რომ პასუხი მეეთობა ლამის მე დამაკარეს მითო რომ ფაქტ რომ ვცემე და ლამის მე დამაკარეს და ხელწელი დამაწერეთ რომ ხმა აგემეცა იმ პიროვნებისთვის დიახ ამის შემდეგია მე როგორც მე მამაკაცი განადგურებლად ვგზნობდი და დაჩაგრულად და ყველა სიცხვილი გადავდი გვერდზე. ავდექი და მე თვითონ ყველა გავაფრთხილე. სიკვდილის ბოლომდე რომ დამიჯდეს ეს სიცხვილეში მივიყვან მეთქე რა ამ საქმეს მეთქე. გამოძებას და სარგებლობაში ყველას. იმის შემდეგ გავიდა 3 თვის განმავლობაში დავდიოდი ყველგან. დღე და ღამე დავდიოდი რომ ახლობლებს და სადაც ხელი მივეწდებოდა რომ ეს სიმართლე
რომ გვერდში დამდგომოდა, რომ აი საბოლოოდ ან დაპატიმრებული იყო, ან რაღაცა მე მოგდა. ექსპერტიზაზე ყავდა? ექსპერტიზაზე პათოლოგია, ესე იგი დაგვიანებული რო ჩავიდა ეს ქალბატონი რო წავიდა დაგვიანებაზე დედა წავიდა დაგვიანებული იყო მე-14 დღეს წავიდა იქა და აუშიძეს მარტო ესა გაუშიძეს ფიზიკური დათვალიერება მოხდა დათვალიერება გადავიდა ქალბატონს და მე ამაში წდებოდა გულრო აი მომენტში დაზარალებული ქალბატონი წავიდა სველათობა პოლიციას რო ეს და რაღაცა და იმ მომენტში რო რეაგირება მოეხსნა დღეს სოფელი არ თხოვს პასუხს ამ როგორ არა ბატონო გია განცხადება დაწერილია სოფლის სახელით რომ ეს პიროვნება იქნეს დასჯილი ხელმოწერებით აქ პროკურორის სახელზე განცხადება დაწერილი არის და იქნება ალბათ სოციალურ ქსელში რომ სოფელი ითხოვს ამ პიროვნების დასჯას და კანონიერად გასამართლებას მაგრამ დღემდე დაუჩელი იყო და ეხლა დაჭერილია ეს პიროვნება მე დარწმუნებული ვარ ამ გადაცემის შემდეგ ადგილობრივი სამართალდამცავები დაინტერესდებიან ამ ამბით ადრე თუ იყო შემჩნეული მარტო დედა თქვენის ფაქტი იყო ეს მანიაკი პატარა 14-15 ბავშვთან თითქოს სიყვარულს უხსნიდა 39 ანუ მას უნდა ძალადობა ბავშვებზე და მოხუცებს ძალადობა ზარბან სიყვარულს უხსნე თვითონ მიყვარხავ და ბავშვები ადვილად ალბათ დასაწყდა ბევრი იცემა იგივე სოფელში და არც კიდე ადამიანი ხადაზმული ქალბატონის ტოლა რომელიც კიდე მივიდა იმასაც ცდელობას აპირებდა ესიც აღიარებს ქალბატონი აპირებდა ცდელობას ეხლა ის ადამიანი არის დაკავებული როგორც თქვენ დაჭერილია ეხლა დაკავებულია მარიახუანას მოხმარებაზე რამდენადაც და არა ძალადობის და არა ძალადობის პათოლოგია პლუს ამას ჟურნალისტები აქციები ჩავატარეს პირადად იმ სოფელში სადაც და თელი სოფელი ფეხზე დადგა პარლამენტის წინათ ჩაატარეთ პარლამენტის წინათ კალის ყველას ურჩევდი ყველა მამაკაცზე ყველა ნადვილ მადილს რომ დღეს არის კანონი გავერთიანდეთ ქალთაძალოდები წინააღმდეგ მათაც გავერთიანდეთ იმიტომ რომ ეს მანიაკები და იყოს დაცული რომ დედა არ დაგვიჩაგროს კი ყველა ამას მიმართავ დიდს და პატარას ვისაც სული და აშკაცის სული გააჩნია სულის მეტყველს ყველა მიმართავ თელ საქართველოს იუროხელაძის დედას ლიანას ჩავხედო თვალებში და პირდაპირ უთხრა ნუ თუ არ ცხენია ესეთი დედა რომ არსებობს ასეთი ცუდად აღზრდის შვილების გამო და ხელს აფარებს ამ იცის რომ ფაქტი ესეთი მომხდარია და ცდილობს დანაშაულის ფაქტის დაფარვას უღრმესი მადლობა მოგზაურობის